მოგესალმებით ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. Როგორც შეიძლება ვიღაცა მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. Როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი კანდელაკმა არაერთი ტყუილი თქვა. პოლიტიკურ ენაზე ამას ქვია ღალატი. სამართლებრივ ენაზე რა ქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ. განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანაავტორია პარლამენტის ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეულის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პრესამსახურის თანახმად შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამოხულდა შუა და რეფანზე და საქართველოს როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას. ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონ-პროექტს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივები ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სხდომაზე პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა. კანონ-პროექტის თანახმად ტურისტული საქმიანობის სუბიექტები მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. ასევე ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველ მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხები და ტერმინოლოგია. ამასთან კანონ-პროექტით ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო ნორმები, რაც სამართლიანობის, პროპორციულობისა და ეფექტიანობის პრინციპებს ეფუძნება. მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაია სანდუსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია მაია სანდუმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რესპუბლიკის ორდენი გადასცა ჯილდო, რომელიც მას 2025 წლის 26 მაისს მიენიჭა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის, მოქალაქეთა ღირსების, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ხელშეწყობისთვის, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის ბრძოლისთვის. ასევე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს, მხარს უჭერს მათ ბრძოლას სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის და მათ გვერდით დგას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში, განაცხადა მაია სანდუმ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების პრეს-რელიზის თანახმად შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა მზაობა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული დინამიკა და აღნიშნეს, რომ დიალოგის არსებობა პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პროცესზე, ნათქვამია ინფორმაციაში. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით მშვილებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის ამ პირთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად შესაბამისი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერის წარდგენა სავალდებულო წინაპირობა აღარ იქნება. მშობლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში სოციალური აგენტი მონაწილეობას აღარ მიიღებს. ცვლილებები შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ კანონში პირველი მოსმენით განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამჟამად მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირებულია 1571 მშვილებელი ოჯახი. ქართული ოცნების დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით ეგრეთ წოდებული სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აღარ იქნება, პარლამენტმა პირველი მოსმენით 79 ხმით ერთხმად მიიღო. ცვლილება ამ მიმართულებით მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლში შედის, რომლის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიებს უცხოური წყაროებიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით დაფინანსების მიღება აიკრძალა. ამავე პროექტის მიხედვით კომუნიკაციების კომისიას იმ პირთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა ექნება, რომლებიც
შესაძლოა პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებს აფინანსებდეს და ამ თვალსაზრისით მაუწყებლობის შესახებ კანონით დაწესებულ აკრძალვებს არღვევდეს. კომისიას საბანკო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვს. პროექტის თანახმად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შესაძლებლობა ეძლევა საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია როგორც მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შემოსავლების შესახებ, ასევე პირდაპირ ან არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის შესახებ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს. თუ ვფიქრობთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ, განაცხადა კალასმა. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, მაგრამ ასეთებია რუსეთის მიდგომაც, რომელიც მაქსიმალისტურ პრეტენზიებს აყენებს. ოკუპირებული ყირიმის გასათავისუფლებლად უკრაინამ ის იზოლაციაში უნდა მოაქციოს და რუსებისთვის ნახევარკუნძულზე დარჩენა შეუძლებელი გახადოს. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. პირველი ფაზა ყირიმის გათავისუფლებამდე მისი იზოლირება ძანკოისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა და ხედის განადგურებაა. მეორე ფაზაა, რომ ის გამოუსადეგარი გახდეს, რომ რუსებისთვის მისი გამოყენება შეუძლებელი იყოს, აღნიშნა ბენ ჰოჯესმა. მან ხაზი გაუსვა ყირიმისკენ მიმავალი გზების, როგორც ძანკოისკენ მიმავალი გზის, ასევე ქერჩის ხიდის გადაკეტვის მნიშვნელობას, რასაც უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება აქვს. ქერჩის ხიდი უკვე დაზიანებულია, ის დაუცველი ადგილია, მაგრამ ასევე უზარმაზარი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს. სანამ ეს ხიდი დგას მშვიდობის საბოლოოდ მიღწევის შემდეგაც კი ის უკრაინისთვის აზოვის ზღვაზე გასასვლელად დაბრკოლებად დარჩება. ამიტომ ეს ხიდი ადრე თუ გვიან ჩამოიშლება, აღნიშნა ბენ ჰოჯესმა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით სამხრეთ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. მანამდე ისრაელმა ქალაქის ევაკუაციის შესახებ მასშტაბური გაფრთხილება გაავრცელა. ცნობისთვის, ისრაელმა ბოლო დღეებში ლიბანში ოპერაციები გააძლიერა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას 150-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჰადსონის ინსტიტუტს იმის გამო ემუქრება, რომ მან ირანული ტერორიზმისადმი ქართული ოცნების ღრმა მხარდაჭერა გამოააშკარავა. აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ტერორისტების მოყვარული მარიონეტი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჰადსონის ინსტიტუტს ემუქრება იმის გამო, რომ მან გამოააშკარავა ქართული ოცნების ღრმა მხარდაჭერა ირანული ტერორიზმისადმი, რომელიც ამერიკელებს კლავს, წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში. უილსონი მხარდაჭერას უცხადებს ჰადსონის ინსტიტუტსა და მის კვლევარს, რომელიც საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართულ ხალხზე და ამაში პირდაპირ ყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.